ერთმა ადამიანმა მითხრა მე დღესო ამათ რო ხმარო არ მივცეო სამსახურიდან მომხსნიანო და ჩემ შულებს ლუკმას ვაჭმევო აი ჩემ შულებსო ამითო დავაღალატებო და რეალობაში ყველაფერი ეს არის პირიქით შენ როდესაც ექვემდებარები იმ შიშს ვიღაცა თავხედი უტიფარი მოდის და გეუბნება რომ თუ ხმას არ მომცემ სამსახურიდან მოხსნი და შენ შულებს შეეს დავტოვებო შენ თუ ამას ექვემდებარები და ემორჩილები ფაქტიურად მაშინ ღალატობ და წირავს შენ შულებს იმიტომ რომ თუ ამას დღეს წინა რა ხუთექი ხვალ შენი შვილი აღმოჩნდება შენ მდგომარეობაში ხვალ იმასთანაც მივლენ ეს დავხედები და უტიფრები და იმასაც ეტყვიან რომ აი შენ თუ გინდა შენი შვილი კარგად იყოს მაშინ ხმა მომეციო და აი ეს ასე გაგრძელდება თუ როდისმე სადმე არ გაწყდა და შენ თუ ამის გაწყვეტას ეხლა არ ცდილობ ესე იგი პასუხისმგებლობას იხსნი და შენს შვილებს ავარებ რომ აი თუ გინდა თქვენ გაწყვეტეთ მე თუ არა და მე ანუ ფაქტობრივად თქვენ დღეს ან ექვემდებარებით და ემორჩილებით ამ შანტაჟს და შესაბამისად იგივესთვის წირავთ თქვენ შვილებს ან დღეს ამას წინააღმდეგობას უწევთ და შემდგომში თქვენ შვილს არ მოუწევს ამისთვის ბრძოლა აი რა იქნება ყველაზე ღირებული რასაც თქვენ შვილებს დაუტოვებთ